დილამშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვალელა ბაღდავაძე 18 ევროპელი მაღალჩინოსნის ერთობლივი წერილი და ქართული ოცნების საპასუხო კრიტიკა, ისევ Deep State და ისევ Message Box-ი, რომელიც ბევრჯერ მოგვისმენია. მიმდინარე კვირას ევროპელი პარტნიორების და ქართული ოცნების ურთიერთობების შეფასებით გავხსნით. ვალერი ჩეჩელაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი და ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა ბათუმელებისა და ნით გაზეთის დამფუძნებლის ზია მაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა განახლდება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმის გამოკითხვა მოხდება. წინა სასამართლოს სხდომაზე გამოცემა ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე გამოიკითხა. დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უწყვეტი პროტესტის 228 დღესაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები. მწვანე ინჟინერიის ცენტრში მდგრადი ბიზნესის ფესტივალი 2025 გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, ასევე მოეწყო პანელური დისკუსიები. ფესტივალის მიზანია მედია, სამოქალაქო სექტორი, ბიზნესი და განათლების სფერო მდგრადი განვითარების იდეის გარშემო გააერთიანოს. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს. ცაჰალის იერიშებს ბოლო ერთი დღის განმავლობაში 95 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. ამერიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას აღდგება. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ვალერ და მადლობა რომ გვესწრებთ. გამარჯობათ, მადლობა მოწვევით. ბატონ ვალერ, ახალი სამუშაო კვირა უნდა გავხსნათ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადების შეფასებით, რომელსაც მმართველი პარტია 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადების საპასუხოდ აუცილებს ქართულმა ოცნებამ 18 ევროპელი ჩინოვნიკის კრიტიკულ წერილს გუშინ უპასუხა და როგორც აცხადებს ევროპელების კრიტიკა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვ გადგმული Deep State-ის არაფორმალური მმართველობა, მმართველი პარტიის შეფასებაა, რომ დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსლვას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის, ვინაიდან ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა სწორედ Deep State-ის პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. აი რა სიტყვით, რამდენად მყარი არგუმენტებით აბათილებს ქართული ოცნება იმ კრიტიკას, რომელიც მისი მისამართის დასავლელი პარტნიორების მხრიდან ისმის. ეცით რა ახლა ეს 17 საგარეო საქმეთა მინისტრის და უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი პოზიცია. ეხება კონკრეტულ დარღვევებს, რაცაც ადევნებენ თვალყურს ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოში. და არის ძალიან, ასე ვთქვათ, კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული მიმართვებით დატვირთული. და ამაზე ქართული ოცნება პასუხობს, ასე ვთქვათ, ზოგადი დადანაშაულებით იმაში, რომ ამ Deep State-ით იმართება და ასე შემდეგ. ეხლა 17 საგარეო საქმეთა მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ერთი ცენტრიდან რო იმართებოდნენ, ხო? ეს არ არის უბრალოდ Deep State-ი. ეს არის გამოდის რაღაც გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ისე არის გაძლიერებული მთელ მსოფლიოში, რომ სინქრონულად კარნახობს გზავნილებს 17 საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკომისიას. ეხლა ამის დამტკიცება თუ სურს ქართულ ოცნებას, რაღაც უფრო დამატებითი, უფრო სერიოზული და მძიმე არგუმენტები უნდა მოიყვანოს ამის მხარდასაჭერად და ისიც კარგი იქნება ბოლო-ბოლო აგვიხსნან ჩვენ, რას ნიშნავს ეს Deep State, რას გულისხმობენ ამაში. იმიტომ რომ კლასიკური გაგებით მაგალითად თუ Deep State-ი ხო? იგულისხმება როგორც რაღაც ორგანიზაცია, რომელიც არაფორმალურ გავლენას ახდენს ფორმალურ ინსტიტუტებზე და ეს იკითხება ქართული ოცნების გზავნილში. მაშინ ამ კლასიკური გაგებით თვით საქართველოა დღეს Deep State-ი. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი სისუსტე არის ის, რომ ინსტიტუტებია სუსტი ჩვენთან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად, ვინაიდან ძალიან სერიოზულად განიცდიან პოლიტიკურ არაფორმალურ ზეგავლენებს. ამიტომ ახლა შიგნით შეიძლება ეს გამოდგებოდეს კიდე მომავალშიც ალბათ, თუ ასე ფიქრობენ ქართული ოცნების მესვეურები, მაგრამ აი ამ განცხადებებზე უკვე ევროპული დედაქალაქებიდან არც კი ისმის რაღაც პასუხები, იმიტომ რომ
ის რო ვთქვათ, რომ არასერიოზულად მიაჩნიათ, ეს იქნება ძალიან დიპლომატიური შეფასება. ბატონ ვალერი, ისევ deep state და კიდევ ერთი ამონარიდი, მცირე ამონარიდი ქართული ოცნების განცხადებიდან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე deep state-მა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. Brexit-ის საფუძველზე ჩამოყალიბდა მესამე განცალკევებული ცენტრი, რომელიც deep state-ის გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება, ამბობს ქართული ოცნება, რომელიც სხვა შორის იხსენებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ლიზ ტრასის სიტყვებს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ deep state-ი მართავს. აი, ქართულ ოცნებას რომ თავი დავანებოთ. ლიზ ტრასე რა სიტყვით, რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ deep state-ზე საუბრობს თვითონ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი? იცით რა, მე მგონი ჩვენ უკვე მოვაწყინეთ თავი და ჩვენ მაყურებელს ამ უსასრულოდ ამ ასე წყლის ნაყვით, ამ deep state-თან დაკავშირებით. მე საერთოდ ეს თემა არ მიმაჩნია სერიოზულად განსახილველად და მოდით სხვა უფრო საინტერესო საკითხებზე გადავიდეთ. მაგრამ ქართული ოცნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეყრდნობა, როდესაც იმ message box-ს ავრცელებს, რაზეც დაგისვით კითხვა. ხო და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ისეთი ასე შემდეგი პასუხი შემოგსავაზოთ, რომ deep state-ი საერთოდ როგორ წარმოუდგენია ქართულ ოცნებას და რას ფიქრობს, რა არის ეს deep state-ი, კარგი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ თვითონაც არ აქვს კარგად გააზრებული თუ რას გულისხმობენ ამ ცნებაში. კარგი. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებული თემა, რომ შევაჯამოთ, გუშინ ისმოდა შეფასებები, რომ ქართული ოცნების ეს განცხადება საერთოდ რუსეთშია დაწერილი. აი, თქვენ თუ ხედავთ მსგავს ხელწერას და თუ კი რუსული კვალი იგრძნობა თქვენი აზრითაც, აი კონკრეტულად რა შეფასებები შეიძლება ადასტურებდეს ტექსტის რუსულობას? ნუ ამისთვის მე ვფიქრობ, უნდა შევადაროთ ის განცხადებები, რაც კეთდება მოსკოვში. და შემდეგ ამას შევადაროთ ის განცხადებები, რაც კეთდება ქართულ ოცნებაში და მისი პოლიტსაბჭოს მიერ. და მიაჩნია, ესე იგი, საკუთარ მტრად რუსეთს პირველ რიგში ნატო და ეხლა ამას დაუკავშირდა და დაემატა ევროკავშირიც. ადრე რუსები ამბობდნენ, რომ არა, ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს, მთავარია ეს ნატო, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს. ეხლა პირდაპირ საუბრობენ იმაზეც, რომ ევროკავშირი არის მთავარი საფრთხე და გამოწვევა რუსეთისთვის. ეხლა კითხვა უნდა დავსვათ რატომ? რატომ და იმიტომ რომ რუსეთს კონკურენცია არ ძალუძს ევროკავშირთან. ნორმალური, ასე ვთქვათ, მეთოდები და ინსტრუმენტებით კონკურენცია არ ძალუძს, იმიტომ რომ ხლა იმაზე მსჯელობა მე ვფიქრობ არ არის საჭირო, თუ სად არის ადამიანის უფლებები უფრო დაცული, სად არის ბიზნეს შესაძლებლობები უფრო დაცული, სად არის უფრო მაღალი სტანდარტები ცხოვრების დონის, სოციალური უზრუნველყოფის მოსახლეობის, განათლების და ასე შემდეგ. ხლა ნებისმიერ ადამიანს ქართულ ოცნებაში თქვათ რომ დაუსვა კითხვა საკუთარი შვილის გაგზავნა ურჩევნიათ სასწავლებლად სად ოქსფორდში, სორბონაში თუ სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში მე ვფიქრობ ერთმნიშვნელოვნად მიიღებენ გადაწყვეტილებას სორბონას და ოქსფორდის სასარგებლოდ. ამიტომ ვინაიდან ნორმალური ცივილიზებული მეთოდებით რუსეთს არ ძალუძს კონკურენცია დასავლეთის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირველ რიგში ის გადადის ძალისმიერ მეთოდებზე, ვთქვათ, ომზე, კონფლიქტების გაღვივებაზე, რაღაც კონსპიროლოგიურ თეორიებზე და ასე შემდეგ. ეხლა ამის ყველაფრის შედეგად მიაჩნია მას მთავარი მტერი ღირებულებითი თვალსაზრისით, მათ შორის ევროკავშირი და ნატო და ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ხვდებით იგივე ნარატივებს ქართული ოცნების განცხადებებში. მაგალითად, აი ხლა ეს ბოლო განცხადება, ხო, იქ რაზეა საუბარი, რომ deep state-მა დაიპყრო ევროსტრუქტურები და ევროინსტიტუტები ისემ, რომ გამოფიტა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები. და შესაბამისად როდესაც ის დაუბრუნდება თავის ნორმალურ ღირებულებებს, მაშინ ევროპა ევროპული ღირებულებების გარეშე. რას ნიშნავს ეს ევროპა ევროპული ღირებულებების გარეშე? ანუ ის რაც ხდება დღეს ჩვენთან ქუჩებში, ანუ ხალხის დაპატიმრება, ცემა,
ცემატყება ოფიციალური რა ქვია პოლიციელების ან რაღაც დაჯგუფებების რაღაც თარეში, ხო, არანაირი გამოძიება ამასთან დაკავშირებით, არც ერთი დასჯილი. ეს არის ევროპული ღირებულებები, ან და ევროპაში რა ხდება, ის არ არის ევროპული ღირებულებები. ნუ ეს არ არის მაინც და მაინც დამაჯერებელი არგუმენტების სისტემა. ხო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა არის გარკვეული კატეგორია ხალხის, შიგნით ჩვენთან, ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებზეც ეს მოქმედებს. ბადოვალე, რა კიდევ ერთი ასე თქვა ნარატივი, რაც ქართული ოცნების მხრიდან გვესმის, ეს არის ის, რომ რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან ვხედავთ, არის საქართველოს საქმეებში, შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და მოდით შევხედოთ იმ ერთობლივ წერილს, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პარასკევს გაავრცელებს. მასში შეფასებულია და დაგმობილია ის, რაც საქართველოში ხდება. მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება მოწოდებაა გაკეთებული ქართული ოცნების მისამართით, რომ ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში. ამავე დროს კი ნათქვამია, რომ მზად არიან გამოიყენონ არსებული მექანიზმები თუ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. აი სად გადის ზღვარი, რომ დასავლელი პარტნიორების პოზიციონირება საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად არ შეფასდეს, ესეც მინდა გითხოთ. არ შეფასდეს, როგორც ქართული ოცნება ამბობს, თავდასხმად ქართულ დემოკრატიას. ხო, ნუ ამაზე ძალიან მარტივია პასუხი. ეხლა თუ ჩვენ მაგალითად, თუ ჩვენი პრიორიტეტი კიდევ რჩება ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოში გაწევრიანება და თუ ჩვენ მიგვაჩნია საკუთარი თავის სტრატეგიულ პარტნიორად ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებაში, მაშინ ჩვენ უნდა ყურად ვიღებდეთ იმ რეკომენდაციებს, რასაც გვაძლევენ ეს ჩვენი პარტნიორები, თუ ნამდვილად გვინდა გაწევრიანება ევროკავშირში და ნატოში. თუ და შესაბამისად, მაშინ ჩვენ უნდა მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, ხო? იმ ხედვებს, რომელსაც თავაზობენ ჩვენი პარტნიორები. ვინაიდან ჩვენ გვინდა გაწევრიანება ევროკავშირში და არა პირიქით. ევროკავშირი კი არ უნდა გაწევრიანდეს საქართველოში, საქართველოს უნდა გაწევრიანება ევროკავშირში. ეხლა თუ ჩვენ მოგწყინდა, ესე იგი, ამ რეკომენდაციების მოსმენა, ამ შენიშვნების ანალიზი და ასე შემდეგ, მაშინ შეიძლება ქართულმა ოცნებამ ძალიან კონკრეტულად თქვას, რომ ჩვენ აღარ გვაინტერესებს ეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვაშენებთ ჩვენ ღირებულებით სისტემას, ჩვენ თვითონ უფრო კარგად გვესმის რა არის და როგორ ჩვენ პრიორიტეტს ეს უკვე აღარ წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ არც ევროკავშირი იქნება მაინც და მაინც კრიტიკული ქართული სინამდვილის მიმართ და ნუ დავრჩებით რაღაც პრაგმატული პარტნიორები, როგორც არის ბევრი ქვეყანა, ესე იგი ევროკავშირის ირგვლივ. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ქართული ოცნება ამას ვერ ამბობს და განაგრძობს რიტორიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მაინც გავს. იმიტომ ვერ ამბობს, რომ ძალიან კარგად ესმის, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა 85-80% ეს ვარირებს ეს ციფრები არის მტკიცედ განწყობილი ევროკავშირის გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერის თვალსაზრისით. მათ შორის დღეს ქართული ოცნების მხარდაჭერთა დიდი ჯგუფიც ნახევარზე მეტი, როგორც მინიმუმ, არის განწყობილი ევროკავშირთან მიმართებით ძალიან დადებითად და პოზიტიურად და ზუსტად ამიტომ ვერ ამბობს ქართული ოცნება იმას, რომ ჩვენ აღარ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ეს შინაგანი წინააღმდეგობა, რაც ახასიათებს ქართულ ოცნებას, აი ეს იჩენს თავს ამისთანა განცხადებებში, სადაც ლოგიკის ამოკითხვა და ეს deep state-ით ხა კიდე კარგი რომ ამ გლობალურ ომის პარტიას დავანებეთ თავი. ამაზე უკვე დიდი ხანი აღარ საუბრობენ, მაგრამ ეხლა ამ deep state-ის გამოყენება გარკვეულწილად ეს უფრო ეფექტური იარაღიც არის ქართული ოცნების მხრიდან, ზუსტად იმიტომ რომ აქა-იქ ნათქვამ ეს საკმაოდ გავრცელებული, ასე ვთქვათ, ცნებაა, ხო, deep state-ი, ოღონდ სხვადასხვა რამეს ეხლა ამის ანალიზი ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენ. deep state-ი მოკლედ ვიტყვი მაშინ, რა deep state-ი თუ არის დაცვა ტრადიციული ღირებულებების, გარკვეული ადმინისტრაციული ელიტების მიერ და ამ თვალსაზრისით პოლიტიკოსების ჩაყენება გარკვეულ ჩარჩოებში, ხო? რა ჩარჩოებსაც მაგალითად ჩვენ გვისაზღვრავს დღეს ჩვენი კონსტიტუცია 78 მუხლით. მაშინ deep state-ი ეს ძალიან კარგი და პოზიტიური გავლენის მატარებელი ცნებაა, მაგრამ
თუ მაგალითად ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უპირობოთ რაღაც გაურკვეველი მიზნების მისაღწევად ძლიერდება არაფორმალური გავლენები ინსტიტუტებზე, ხო? რასაც ქვეტექსტებში გულისხმობს ქართული ოცნება, ოღონდ ამას აბრალებს ევროკავშირს და ევროკავშირში არსებულ ვითარებას, ხო? ეს მაშინ სულ სხვა რამეა, მაგრამ მაშინ ჩვენ საკუთარი ქვეყნის ანალიზის უნდა გავაკეთოთ უფრო. ბატონო, ახლა ერთი კითხვა იმაზე, რა ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ პარტნიორების მხრიდან. აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ციტატას, რომელიც ერთხელ უკვე წავიკითხე. მზად ვართ გამოვიყენოთ არსებული მექანიზმები, თუ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს, ასეთია 18 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ისე როგორც გასულ კვირას ხისტი ნაბიჯების შესახებ იყო საუბარი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში. ხო, საერთოდ SWIFT-დან გათიშვის მოწოდებამაც კი გაიჟღერა ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირის მისამართით. აი საბოლოოდ საით მიდის პროცესები პირადად თქვენი დაკვირვებით. მაგალითად პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის ძალიან მძიმე დროება დადგება ნანგრევებში მოჰყვება მთლიანად ქართული ოცნებაო, ასეთი შეფასებები გვესმის ოპოზიციურ სპექტრში. აი თქვენ თუ ხედავთ ნანგრევებს და მასში მოყოლილ ქართულ ოცნებას და აი ამ სურათს უკვე უახლოეს მომავალში. ესე იგი, რა დინამიკით და რა სიმკაცრით და რა ზომებს გამოიყენებენ ევროპელები და ამერიკელები ქართული ოცნების მიმართ, ეს ჩვენ არ ვიცით. უბრალოდ შეგვიძლია ეს რაზეა დამოკიდებული? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ამასთან დაკავშირებით უფრო თავისუფლად მოქმედებს, იმიტომ რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლად მოქმედებს, ევროკავშირი ასე დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, იმიტომ რომ მთელი საკითხებზე ჭირდება სრული კონსენსუსი, რომლის მიღწევაც 27 ქვეყნის მიერ არც ისე ადვილი საქმეა. ამიტომ ეს დინამიკა და სიმკაცრე არის დამოკიდებული მრავალ ფაქტორებზე, მაგრამ ეს რომ გაძლიერდება ეს სანქციური წნეხი, ეს მე ვფიქრობ არის ნათელი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შევდივართ უფრო და უფრო ღრმად პოლიტიკურ კრიზისში, არანაირი პოლიტიკური კომპრომისების სივრცე არ ჩნდება და პრინციპში ეს ძალუძს მხოლოდ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აქვს პრაქტიკულად კონტროლი დღეს ქვეყანაში აღებული ყველა ინსტიტუტებზე, ამიტომ ქართული ოცნების პოლიტიკაზე არის დამოკიდებული, ის თუ გაჩნდება ეს სივრცე კომპრომისების და შესაბამისად თუ გაჩნდება სივრცე აქედან გამომდინარე ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ ეს გამკაცდება აუცილებლად, მაგრამ მე რა მადარდებ, მე სხვა რამე მადარდებს, რომ ესე იგი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ, მოხდება ნანგრევებში და მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ნიშნავს საქართველოს პრობლემებსაც გარკვეულწილად და საქართველოს მოხდება ამ ნანგრევებში სხვადასხვა, იმიტომ რომ ეხლა რო ავიღოთ ჩვენი ეკონომიკა, ხო, რომელიც არის დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი შიდა ეროვნული პროდუქტი, ხო? ეხლა ვერც ერთი ეკონომისტი თქვენ ზუსტად ვერ გიპასუხებთ ამ ეკონომიკის რა წილს ფლობენ ქართული ოცნების და მათთან დაახლოებული პირები, ხო? ეხლა თუ აი ამ კომპანიების მიმართ გამოცხადდა მკაცრი სანქციები, მაგალითად გარკვეული ბანკების SWIFT-დან გათიშვა, ან რაღაც აქტივების კონფისკაცია საზოგადოებრივ და ასე შემდეგ, ეს პრობლემას შექმნის ზოგადად ქართულ ეკონომიკაში. და შესაბამისად, თქვენც, მეც, ნებისმიერი ადამიანი მოხდება ამ წნეხის ქვეშ. ეს არის პრობლემური დღეს ჩვენთვის. ხო, ძალიან ისეთი სამწუხაროა ის სამწუხარო რეალობაა. რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. კი ბატონო. ბატოვალერ, ისევ ევროპელი ლიდერების ერთობლივ წერილს მინდა დაუბრუნდე და ამჯერად უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების კონტექსტში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ისინი საუბრობენ. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას, აღნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში. აი, რამდენად სწორად ხედავენ დასავლელი პარტნიორები უკვე ამ კუთხით არსებულ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ანუ ჩახშობა ოპოზიციური ხმის, რამდენად სწორად შიფრავენ ისინი ქართული ოცნების მიზანს, რომელიც ამ შემთხვევაში მართლ პარტიას გააჩნია. ნუ ახლა მე ვფიქრობ, რომ ვერავინ ვერ დაუპირისპირდება იმას, რომ პოლიტიკური პარტია ლიდერის გარეშე
თუ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ობიექტურად არის შესუსტებული. შესაბამისად, როგორც მინიმუმ ეს ნორმალური კონკურენციის პირობებს საარჩევნო კონტექსტში ეს ვითარება არ ღვევს. თუ ჩვენ მთელი რიგი პოლიტიკოსები პრაქტიკულად, ორი პოლიტიკური პარტია მთლიანად არის ლიდერები, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები მთლიანად არიან მოხვედრილი საპყრობილეში. თანაც ერთი პარტია არის ის, რომელიც მკაცრად გამოდის ბოიკოტის მხარდაჭერის პოლიტიკით და მეორე, რომელიც მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეხლა ამასთან ერთად თან ის გარიგება, რომელიც ყაველაშვილის პირით შესთავაზეს ოპოზიციურ პარტიებს, რომ აი თქვათ გამოგიშვებთ, თქვენ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ესეც რაღაც ატარებს ძალიან იმისთან არასერიოზულ მანიპულატიურ ხასიათს, ხო? ეხლა არსებულ ვითარებაში ეხლა ისედაც სათუოა ძალიან ის, რომ ჩვენი ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ხო? 2018 წლიდან სულ დაღმასლო გვაქვს ჩვენ არჩევნების სამართლიანობის კუთხით და ეხლა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების შედეგად ეს ვითარება არ გამოსულა. აი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების რაც შეეხება ამის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას ქართული ოცნება მისი არგუმენტებით უპირისპირდება პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აი თუ კი წერილის ავტორები ამ შემთხვევაში დასავლეთ პარტნიორებს გულისხმობ ფიქრობენ, რომ ოპონენტების ციხეში გამომწყდების მიზეზი არის სწორედ ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოში ოპოზიციური ხმის ჩახშობა. აგერ ქართული ოცნება დასავლეთ პარტნიორებსაც და პრინციპში სხვა დანარჩენებსაც შეახსენებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აპირებს მონაწილეობის მიღებას დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, ისე როგორც შეახსენებს იმას, რაც თქვენ გაიხსენეთ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას, რომელიც მზადაა შეიწყალოს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თუ კი ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ ადგილობრივ არჩევნებში. ამ შემთხვევაში რამდენად მყარია ქართული ოცნების არგუმენტები, რითაც ის პარტნიორებს პასუხობს და უშუალოდ ადგილობრივ არჩევნებს რაც შეეხება. აი რა უფრო უნდა თქვენი აზრით ქართულ ოცნებას, ის რომ ოპოზიცია შევიდეს თუ არ შევიდეს ამ არჩევნებში? მე ვფიქრობ, რომ ის ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, ეს არის იდეალური ქართული ოცნებისთვის. შესუსტებული ფრაგმენტირებული ოპოზიცია, ნაწილი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ნაწილი არ იღებს მონაწილეობას. ეს სერიოზულად ზრდის ობიექტურად ქართული ოცნების გამარჯვების შანსებს მუნიციპალურ არჩევნებში და ზრდის ამ არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხს. ამიტომ ადრეც ვთქვი ეთერში, ახლა გავიმეორებ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემი თვალსაზრისით იქნებოდა ის, რომ ერთიანი სიებით და ერთიანი კანდიდატებით მთელი ოპოზიციური სპექტრი შესულიყო ამ საარჩევნო ბრძოლაში. ახლა როცა ერთიანი სია და ერთიანი კანდიდატები არ თუ ეს არ არის, მაშინ მეორე ვარიანტი უკეთესი იქნებოდა, რომ ყველას ერთად გამოეცხადებინა ბოიკოტი და მესამე ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, ანუ ნაწილი იღებს არჩევნებს, ნაწილი არა, ეს არის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი ქართული ოცნებისთვის. ხო, ამ კონტექსტში მაშინ კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ ლელოსა და გახარიას პარტიასთან მიმართებაში, რომელიც დღემდე რჩება იმ პოზიციაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებს უნდა შეხედო როგორც ბრძოლის მნიშვნელოვან ველს და ეს პოზიცია ნარჩუნდება მიუხედავად იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციისა, სადაც ასევე კრიტიკული ჩანაწერი გაჩნდა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. აი, რით იხსნით ამ ორი პარტიის, ლელოს და გახარიას პარტიის, ასე დაჟინებულ, ასე ვთქვათ, პოზიციას, რომ უნდა შევიდნენ ბრძოლაში, რომელიც როგორც პოლიტიკოსების, ისე არაერთი ექსპერტის შეფასებით თავიდანვე წაგებულია. გარკვეულ ლოგიკას მე ამაში ვხედავ, იმიტომ რომ თავიდანვე წაგებული თუ ამას, ესე იგი, შეიძლება განვითარდეს, ჯერ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს არჩევნებამდე, ბევრი რამე შეიძლება მოხდეს მანამდე, მაგალითად, შეიძლება გაძლიერდეს სანქციები, შეიძლება ამერიკამ მიიღოს, სენატმა მიიღოს მეგობარი აქტი და ასე შემდეგ. და ვითარება შეიძლება სერიოზულად შეიცვალოს. შეიძლება მაგალითად ვითარება შეიცვალოს სერიოზულად რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვხედავ ამ ლოგიკას, რომ ბრძოლა ღირს მუნიციპალური არჩევნები, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ გაცილებით უფრო მეტი შანსი ექნებოდა ოპოზიციას, რა თქმა უნდა. ხო, ეხლა ეს ორი პარტია, რომელიც აპირებს მონაწილეობას მიღებას არჩევნებში,
ძირითადად ალბათ გულისხმობს და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აი ოქტომბრის არჩევნების პირობებშიც კი, როდესაც იქნა გამოყენებული ძალიან ასე ვთქვათ, ძლიერად ადმინისტრაციული, ფინანსური რესურსი და ასე შემდეგ, ხო? იმ პირობებშიც კი თბილისი ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებთან წააგო 60-40%-ით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის კომპრომისების ველი ოპოზიციურ სპექტრში. რა თქმა უნდა, ეს ცხარე დებატები გაგრძელდება, ესე იგი ორი ბანაკი ახლა ოპოზიციაში, ბოიკოტის მომხრეები და მონაწილეობის მომხრეები, მაგრამ ბოლო მომენტამდე არის კომპრომისის შესაძლებლობა. ან ერთმა უნდა დათმოს, ან მეორემ და ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, არა მხოლოდ იმაზე, როგორ იქნება შიდა პოლიტიკურ ველზე განვითარება სიტუაციის, არამედ თუ რა მოხდება საქართველოს ირგვლივ და კონკრეტულად რა დინამიკით იქნება განხორციელებული რაღაც სანქციური პოლიტიკები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ბატონ ვალერ, ბოლოსკენ გავდივართ და აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მით უფრო რომ თქვენ დიპლომატი ხართ და წლების განმავლობაში მუშაობდით იმ უწყებაში, რომლის შესახებაც ახლა მაქვს კითხვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გულისხმობ, რა თქმა უნდა, და გულისხმობ იმ რეორგანიზაციის პროცესს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ამ უწყებაში მიმდინარეობს. არ ვიცი, ათეულობით ადამიანია დათხოვნილი უწყებიდან, როგორც ამბობენ, ისე როგორც გაუქმდა ან ერთმანეთს შეერწყა არაერთი სამსახური, მათ შორის ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამსახურები. წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარავ, მაგალითად ასეთია დავით დუნდუეს შეფასება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდა. თქვენ რას ფიქრობთ? აი რა გაქვთ სათქმელი იმ უწყებაზე, სადაც არაერთი წელი გაქვთ გატარებული? ნუ საგარეო პოლიტიკაში ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა დიდი ხნის წინ. ეს პროცესი ახლა არ არის დაწყებული. უბრალოდ ახლა მიიღო ამან ძალიან მკაფიო ძალიან მისთან კრიტიკული ფორმები და ამაზე ალაპარაკდა ახლა პრაქტიკულად ყველა უწყების შიგნით, უწყების გარეთ და ასე შემდეგ. და ნამდვილად ამ თვალსაზრისით ეს სწორი შეფასებაა. სამწუხაროდ დღეს ეს რეორგანიზაცია, ხალხის დათხოვნა და ასე შემდეგ, მაინც და მაინც, იცით რა, ეს შესუსტება კი არის, მაგრამ ეს შესუსტება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ჯეროვნად ვეღარ დავიცავთ ჩვენ ჩვენ ასე ვთქვათ, პრიორიტეტებს და ჩვენ ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამაშია პრობლემა, იმიტომ რომ იმისთანა კომპაქტური ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და იმისთანა ტურბულენტურ ვითარებაში, რაშიც ჩვენ ვართ ირგვლივ, ხო? მთელი ყველაფერი იცვლება ირგვლივ. აი ნახეთ, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რუსეთის მდგომარეობა იცვლება ძალიან სერიოზულად, ირანის მოვლენები და ასე შემდეგ, ხო? ევროპაში როგორი დინამიური პროცესები მიმდინარეობს, ახალი ალიანსები ყალიბდება, ვეიმარის სამკუთხედი პლუსით, ასე შემდეგ. აქ საქართველოს ნაირ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ პროცესების მიღმა გახდეს. ჩვენი დიპლომატია უნდა იყოს ძალიან აქტიური, დაფუძნებული ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენ პრიორიტეტებზე, კარგად გაწერილი სტრატეგიებით, მოქმედების გეგმებით და ასე შემდეგ. და ეს ინსტიტუციური მეხსიერების მოშლა და კომპეტენციის და პროფესიონალიზმის დონის დაკნინება, რომელიც ამ პროცესის არის ბუნებრივი შედეგი, ნამდვილად ამას ხელს არ უწყობს და ეს შეიძლება ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჭრეს. იმიტომ რომ დიპლომატის შეცდომები არ ჩანს ისე კარგად, როგორც მაგალითად ინჟინრის ან ექიმის შეცდომა, ხო? მაგრამ დიპლომატიის შეცდომებმა შეიძლება გაცილებით უფრო დიდი ზარალი მოუტანოს ქვეყანას. ბატონო ვალერ, ჩვენ დღეს ვეღარ ვასწრებთ სამწუხაროდ იწურება ჩვენ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, რომ გავშალოთ გლობალური პოლიტიკური პერიპეტიები, თუმცა ერთ კითხვას მაინც დაგისვავთ ვისარგებლებ შემთხვევით, რომ ჩვენი სტუმარი ხავთ რუსეთ-უკრაინის ომზე და ამ ომთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე, მით უფრო რომ აი დღეს გავიგეთ და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ჩავიდა უკრაინაში, ამის ფონზე კი გვესმის დონალდ ტრამპის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ უკრაინელებს პატრიოტებს გაუგზავნის. ეს განცხადება კი თავის მხრივ იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას თუ დაახლოებით 2 კვირის წინ საუბრობდით იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებდა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის სამხედრო დახმარებას შეეჩერებინა. აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იქნებ დაარქვათ თავისი სახელი. ჯერ გვესმის განცხადება, რომ ამერიკა
სამხედრო დახმარების შეჩერებას აპირებს, მიწოდების შეჩერებას აპირებს უკრაინისთვის, მერე უკვე გამოდის ტრამპი და ამბობს, რომ მოხდება პატრიოტების გაგზავნა. ამერიკის ორ სახეს ხომ არ ხედავთ ბოლო კვირების თუ თვეების განმავლობაში ეს რომ გითხრა. არ მგონია რომ ვხედავ ჩვენ ამერიკის ორ სახეს, მე ვფიქრობ რომ ამერიკის პოზიცია თანდათანობით ვითარდება პოზიტიური მიმართულებით ამ კონტექსტში. სხვათა შორის უნდა ითქვას რომ ეხლა აი ისრაელთან მიმართებაში ხო ამერიკის დამოკიდებულება არის ძალიან მკაფიო, ხო? ყველანაირად ეხმარება ამერიკა ისრაელს, არამედ და რატო ეხლა ისრაელი არის მეკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელმა პრინციპში დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონალური მეტოქე ირანი. რა საქმეშიც, რა თქმა უნდა, ამერიკა უდგას ისრაელს გვერდში. ამავე დროს უკრაინა ამარცხებს გეოპოლიტიკურ მეტოქეს ამერიკის შეერთებული შტატების და აი ამ თვალსაზრისით ძალიან გასაკვირია რომ კაფიოთ და ძალიან ნათლად თავიდანვე მე ახლა ტრამპის ადმინისტრაციას გულისხმობ ის არიდგა უკრაინელების მხარეს. ანუ იყო რაღაც ნარატივები რომ ჩვენ აი რუსეთთან მოვილაპარაკებთ, იმას ნამდვილად უნდა მშვიდობა და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ მოხდა ასე ვთქვათ დამიწება ამერიკის პოლიტიკის, ძალიან კარგად ისწავლა გაკვეთილები პრეზიდენტმა ტრამპმა მისი საუბრების შედეგად პუტინთან. ბოლო-ბოლო პუტინმა ის გააღიზიანა, ის ტრამპი მიხვდა რომ პუტინი ეთამაშება პრაქტიკულად და აგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, ისე რომ ნიღბავს ლამაზი სიტყვებით თავის აგრესიულ პოლიტიკას და ეს თქვა პირდაპირ აი იმ ბოლო განცხადებაში ახლა მაგალითად ტრამპმა. რაც შეეხება წინა კვირაში განცხადებას იმას დაკავშირებით რომ წყდება დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორც ირკვევა, ეს იყო გადაწყვეტილება უშუალოდ პენტაგონის და არა ტრამპის ადმინისტრაციის და იყო ნაკარნახევი რაღაც ინვენტარიზაციის პრობლემებით და ძალიან კარგია, რომ ეს დაბრკოლება გადალახა ტრამპის ადმინისტრაციამ, ჩამოაყალიბა მკაფიო პოზიცია. პატრიოტების სისტემები, ახლა ის სისტემებია, რომელიც უკიდურესად ჭირდება უკრაინას, გამოიძებნა ახალი სქემა ამ პატრიოტების მიწოდების, ორი პატრიოტების სისტემის ფასს გადაიხდის გერმანია, ერთს გადაიხდიან სკანდინავიური ქვეყნები და სამი პატრიოტების ახალი სისტემა არის ზუსტად ის შეიარაღება, რომელიც ეხლა ძალიან ესაჭიროება უკრაინას. და ბატონ ვალერ, ბოლო კითხვა უკვე აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე. მე თვითონ რომ შედგა ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, დღევანდელი ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანი და ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებსა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. აი ურთიერთობების როგორ განვითარებას ასე ვთქვათ ელოდებით ამ ორ ქვეყანას შორის და რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ რეგიონისთვის თუ კი ეს ორი ქვეყანა ნდობის აღდგენამდე მართლა მივა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა აბუ-დაბიში. იყო ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეხლა ბოლო პერიოდამდე ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით რომ ეს შეხვედრა შედგებოდა. ეხლა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ სომეხმა და აზერბაიჯანმა დიპლომატებმა ისწავლეს ორხრივ ფორმატში მუშაობა და ისე მოამზადეს ეს რთული შეხვედრა, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ ლიდერების შეხვედრა, ეს იყო დელეგაციების შეხვედრა, ხო, მთლიანად. ისე კარგად მოამზადეს ეს შეხვედრა, ჩვენ ამაზე არაფერი არ ვიცოდით. შემდეგ პრეს-რელიზი, რომელიც გამოსცა ორივე საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არის პრაქტიკულად სინქრონულად ჩამოყალიბებული ნარატივები და გზავნილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ეს იყო გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით, ანუ ნდობის აღდგენა და მე ვფიქრობ, რამოდენიმე ნაბიჯით ჩვენ მიუახლოვდით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ეს რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ამით ყალიბდება საერთოდ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და ინტეგრაციის სივრცის ჩამოყალიბების აბსოლუტურად ახალი საფუძვლები და აქედან გამომდინარე სამივე ქვეყანა ისარგებლებს ამით. ეს არის ჩვენი მომავალი და ეს არის ჩვენი მთავარი მადლობა ბატონ ვალერ, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და გაგვიზიარეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე თქვენი შეხედულებები. ვალერ ჩეჩელაშვილს მშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვართ.
მაშა ასე რეკლამის შემდეგ დღის ნიუსრუმი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი თორნიკე ართმელაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ თორნიკე და მადლობა რომ შემოგვიყვეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ თორნიკე, აი გავყვეთ მოდით აქტუალურ საკითხებს. ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ უკვე 18 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს ქართული ოცნების მისამართით კრიტიკულ წერილს, უფრო კონკრეტულად კი ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გამოთქვამენ შეშფოთებას ყველაფერი იმის გამო, რაც საქართველოში ხდება და იმუქრებიან, რომ გამოიყენებენ არსებულ მექანიზმებს, თუ კი საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. აი, ერთობლივ წერილს მყისიერად და საპასუხო წერილით უპასუხა ქართულმა ოცნებამ და ამაზე ცალკე კითხავთ, იქამდე კი თვითონ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა. რა მნიშვნელობა აქვს და რას ცვლის თქვენი აზრით ის, რომ ქართულ ოცნებას ასე ინტენსიურად უქნევენ თითს ევროპიდან და დასავლეთიდან? ეს ქვეყნები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, არიან ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ხნის მეგობრები და ისინი მრავალი წელია აკეთებენ ყველაფერს, რათა ამ ქვეყანაში იყოს მინიმალური დონის დემოკრატია მაინც. და რას ითხოვენ ეს ქვეყნები, ხო? ითხოვენ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა, იყოს სამართლიანი სასამართლო, არსებობდეს არჩევნები, რომელიც ნამდვილად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არა ისე, როგორც 26 ოქტომბერს უბრალოდ მიიტაცა ქართულმა ოცნებამ არჩევნები. აი ამ მინიმალურ სტანდარტს ითხოვენ. ასევე ითხოვენ, რომ აქციაზე გასულ ადამიანებს სახისძულებს არ ულეწავდეს სპეცდანიშნულების რაზმები და შემდეგ არც ერთი მათგანი არ იყოს დასჯილი. აი ასეთ არადემოკრატიულ ქმედებებს აკრიტიკებენ ისინი. აქ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები და ამ ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს ეს უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა აი ამ სისტემის ნაწილი. ევროკავშირი არ არის გეოგრაფიული ორგანიზაცია, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და გადაწყვეტილებებს მოგეხსენებათ მიიღება ერთხმად, ხო? მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ევროკავშირში და როდესაც ვაცხადებთ, რომ გსურს გვინდა ამ ორგანიზაციის წევრი, უნდა დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გავხდებით ევროკავშირის წევრები, გვექნება უკვე ამ ქვეყნების ყოველდღიურ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამიტომ ესეთი ბერკეტი, როდესაც თუ გვინდა რომ გქონდეს, ანუ გულისხმობ რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, დავჯდეთ იმაგიდასთან, სადაც ევროპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა. ამიტომ არაპირებს ამის გაკეთებას მეტიც ევროპელი მაღალჩინოსნების ერთობლივი წერილის საპასუხოდ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტია არ ეთანხმება კრიტიკას არც ერთი მიმართულებით, არც ოპონენტების დაკავების ნაწილში, არც აქციის მონაწილეების დაკავების თვალსაზრისით, არც ბოლო დროს მიღებულ კანონებთან მიმართებაში და მეტიც ამბობს, რომ კანონები არათუ რეპრესიულია, არამედ მათი მიზანი გარეთ დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების აღკვეთა. ანუ კრიტიკა კი ისმის, მაგრამ ქართული ოცნება რჩება მის პოზიციაზე. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე კითხავთ, რა აიძულებს თქვენი აზრით ქართულ ოცნებას გადადგას ის ნაბიჯები, რასაც მისგან მოითხოვენ? ჯერ ამ ვისაუბროთ აი ქართული ოცნების ამ პასუხზე, ხო? 28 ნოემბერს ირაკლი ყობახიძის განცხადება იყო იმის საპირისპირო, რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ. მათ პირდაპირ თქვეს უაროდ, არ სურთ იყვნენ იმ ცივილიზაციის ნაწილი, რასაც ქვია ევროკავშირი დღეს მდგომარეობით. ხო, მათ პირდაპირ თქვეს უარო, აღარ აპირებენ მოლაპარაკების გაგრძელებას და შეაქციეს ზურგი ევროპას. ამას მოყვა ასევე მთელი რიგი რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, თქვა უკან გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, დაიკეტა სასამართლოები, აქტივისტებს დასდევენ ქუჩაში, მოხდა ადამიანების გამეორდები, ძალიან მძიმედ დასახიჩრება შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ტერმინი. ანუ ეს არის იმის საპირისპირო, რასაც ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან. რაც შეეხება აი ამ სიტუაციას, რომ რა შეიძლება იყოს აი სუვერენიტეტთან დაკავშირებითაც ხშირად საუბრობენ და ეს არის კიდევ ერთი პროპაგანდისტული ნარატივი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება 250 წელი, არის რუსეთი, რომლისკენაც მიილტვის ქართული ოცნება და ყოველი მისი ნაბიჯი არის კიდევ ერთი დაახლოება რუსეთთან და დაშორება ევროკავშირთან. არავინ, არც ერთი ქვეყანა ამ საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთის გარდა არ ემუქრება. კეთილი.
ბატონ თორნიკე, დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერებთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, ამით უფრო რომ ამ თემაზე თავად ევროპელი მაღალჩინოსნების საუბრობენ იმ წერილში, რაზეც ჩვენ საუბრობთ. 18 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ოპოზიციონერ ლიდერების დაკავებას და ფიქრობს, რომ მიზანია ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური ხმის ჩახშობა საქართველოში, თუმცა ამ კუთხითაც აქვს პასუხი ქართულ ოცნებას, რომელიც ჯერ ერთი ამბობს, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, დაპატიმრებული ოპონენტებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ თქვენი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ. მეორე მხრივ კი კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, რომ ძალაშია მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება, რომელიც მზადაა შეიწყალოს დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტები, თუ კი ისინი მუნიციპალურ არჩევნებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ. და მიმართავენ თხოვნით, მეორე პირობაც იყო. რას უპასუხებთ ქართულ ოცნებას უკვე ამ თვალსაზრისით და უშუალოდ ყაველაშვილის შეთავაზებას რაც შეეხება კი დაფიქსირდა თქვენი პარტიის პოზიცია, თუმცა მაინც აი რა შემთხვევაში შეიძლება გადაიფიქროთ და თქვენი პარტიის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით თუ თხოვნით მიმართა. არც ერთ შემთხვევაში ესეთი თხოვნა არ იქნება. თქვენ გახსოვთ თუ როდის გამოვაცხადეთ პასუხი ყაველაშვილის შეთავაზებაზე მისი განცხადებიდან დაახლოებით 15 წუთში ირაკლი კუპრაძემ აბსოლუტურად მკაფიოდ და არაურაზროვნად მიუთითა კონკრეტული მიმართულება. მაგრამ ხო, ბატონო. და შეგახსენებთ, რომ ეს იყო მათ შორის ისეთ დროს, როდესაც ირაკლი მას აღნიშნა, კომუნიკაცია ბადრისთან და მამუკასთან ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ შედგა კომუნიკაცია და არავით არ შემდგა. იგივეა თქვენი პარტიის ლიდერების პოზიცია. 1%-აც აზრი არ ეჭვი არ შეგვპარვია, რომ ისინი თხოვნით მიმართავდნენ არალეგიტიმურ პრეზიდენტს. მათ რომ ციხეში ყოფნა ესე ის ყოფილიყო, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იქიდან გამოსასვლელად, უბრალოდ მივიდოდნენ წულუკიანის კომისიაზე. რა საკითხს განიხილავდნენ, გახსოვთ ხო წულუკიანის კომისიაზე ბადრის და მამუკას წინააღმდეგ რაღაც 15 წლის წინანდელ ხელშეკრულებას, როდესაც იმ პირმა, რომელიც მოწმედ ყავდათ მოწვეული, განაცხადა, რომ ბადრისთან და მამუკასთან მას საერთოდ პრობლემა არ აქვს და ხელისუფლებასთან აქვს პრობლემა, რომელიც ამ საქმეს არ იძიებს. ანუ ასეთ საქმეზე იყვნენ ისინი დაბარებულები და კომისიაზე არ მისვლა, ის კი არ იყო რაღაც კითხვებს გაექცენ, რაღაცაზე პასუხები არ ქონდათ, რაღაცის დამალვა უნდათ და ეს ლეგიტიმაციის არ მინიჭება და როდესაც ასეთი ქმედების შემდეგ ადამიანები არიან ციხეში, რა თქმა უნდა გამოურიცხავ, რომ ისინი მიმართავენ ყაველაშვილის შეწყალების ფორმით. სამი კვირაა, ხო? უკვე მე მგონი დღეს გახდა სამი კვირა, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში იმყოფებიან, ისე როგორც რუსთავის საპატიმროში არიან მოთავსებული სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აი როგორ არიან ესეც რომ გითხრათ, რა პირობებში იმყოფებიან საპატიმროში, რამდენად დაცულია მათი როგორც პატიმრების უფლებები და ხომ არ არის რამე რის გამოც ისინი ჩივიან. არა, ესეთი ჩივილები არ არის, მეტნაკლებად ნორმალური სიტუაციაა, რაიმე განსაკუთრებით სირთულეები ან რაღაცა გარკვეული ადმინისტრაციული პრობლემები, შეფერხებები არის ხოლმე, რაც ობიექტურად შეგვიძლია ვთქვათ იყო გამოწვეული, რაიმე ვთქვათ არასათანადო მოპყრობა ან აი ცუდი პირობები ასეთთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია, ჩემთვის არ ვთქვამთ ასე რომ პირობები მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი. კი ბატონო, ადგილობრივ არჩევნებზეც დაგისვავთ ერთ კითხვას, როგორც ამბობენ ლელო და გახარიას პარტია ურთიერთთანამშრომლობის, ასე ვთქვათ, მემორანდუმის გაფორმებას აპირებთ სწორედ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. აი კონკრეტულად რაზეა საუბარი, ეს რომ გითხრათ საუბარია, ვთქვათ, არჩევნებში ერთიანი სიით გასვლაზე ან ერთიანი კანდიდატებით დაყენებაზე თუ ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებით. იმ მემორანდუმის, ასე ვთქვათ, დეტალების შესახებ რომ მივაწოდოთ მაყურებლებს ინფორმაცია, რომლის გაფორმებაც რამდენადაც ცნობილი ხდება თქვენ ორ პარტიას შორის იგეგმება. ამ საკითხზე მოგეხსენებათ გარკვეულ ინფორმაციას, გარკვეულ თანამშრომლობას და მის გაჟღერებას აქვს თავისი ფორმები, თავისი დრო, თავისი წესი და ახლა ნამდვილად ვერ მოგახსენებთ რაიმე მნიშვნელოვან დეტალს, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკება გვაქვს საზოგადოების აქტიურ წევრებთან, სხვადასხვა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან,
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვაპირებთ რომ ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას. რა ფორმა იქნება, როდის მოხდება ამის გაჟღერება, რა კუთხით ვითანამშრომლებთ, ამას ეტაპობრივად საზოგადოება ნახავს, მათ შორის უახლოეს მომავალშიც იქნება ესეთი ინფორმაციები, შემიძლია გითხრათ და უბრალოდ დაველოდოთ ამ საკითხს როდის. კარგი, მაშინ ადგილობრივი არჩევნების საკითხზე კიდევ ერთ და სხვა კითხვას დაგისვავთ ამ შემთხვევაში. ლელოს პოლიცსაბჭო დატოვა რამდენიმე წევრმა, თუმცა პარტიაში კი რჩებიან, მაგრამ მაინც მიზეზი კი არის სწორედ ის პოზიცია, რასაც მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაში აფიქსირებს პარტია, ისე როგორც ასთა სხვადასხვაობაა გახარიას პარტიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე გაემიჯნა პარტიას და ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა გაგრძელებაც იყოს. აი ხომ არ ჩანს, რომ ლელოს და გახარიას პარტიას მუნიციპალურ არჩევნებში, ასე ვთქვათ, მონაწილეობის თაობაზე ასეთი შეუვალი პოზიცია შესაძლოა ერთგვარი რღვევის ფასადაც კი დაუჭდეს. ის სამი ადამიანი, რომელმაც პოლიცსაბჭო დატოვა, არიან ღირსეული ადამიანები, ჩვენი თანამებრძოლები, მათთან ერთად 5 წლიანი ბრძოლის ისტორია გვაკავშირებს, ქუჩაში, პარლამენტში და სხვადასხვა სტრუქტურებში. მე მათ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, მათინება და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რუსული რეჟიმის ჩამოსაშლელად და ასევე მჯერა რომ ისინიც დარწმუნებულები არიან რომ ჩვენც ამ მიმართულებით შეუპოვრად გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც შეეხება ზოგადად გადაწყვეტილებების მიღებას გუნდის შიგნით ბევრჯერ აღნიშნავს და რისკები შეიქმნა ლელოში. არა, ეს ჩემი აზრით ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენ ვიზრდებით კიდეც ადამიანები გვემატებიან, ყოველდღიურად ახალ-ახალი ადამიანები გვემატებიან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და რაიმე ამაში კატასტროფულს ვერ ვხედავ. ლელო არის იმით გამორჩეული და ამაზე ხშირად ვსაუბრობ და ვუსვამ ხაზს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება დისკუსიის, მსჯელობის, არგუმენტების გაცვლის შედეგად. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ყიბლი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია. ამიტომ ჩვენ ამ მეთოდს არ შევცვლით, ხვალად ზეგაც ესე გავაგრძელებთ და გვექნება ხშირად დისკუსიები. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით. თორნიკე ართქმელაძე, ლელოს წარმომადგენელი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.